არა ფიზიკური ჯანმრთელობა და სულიერი ჯანმრთელობაც ღეთის ხელში. არიან ადამიანები, შეიძლება მონასტერში შეყვნენ და არიან განკურნებულები. თუ არიან დავადებული განგეთქვით. როგორც შეამოღოს იუდას მაგალითი ხმედთან იყო ეზიარა მაგრამ მეშველა და რატო ხდება ეს? რატო არ იქნება ადამიანები და ვერ ხდება შეიძლება მონასტერში იყოს და არ იმთავარი. ვერ ხდება იმას რომ სულის განწმენდა მთავარი თამოყვარეობისა და ამბარდამლებისაგან, როცა ვინათლები ჩვენ, ვიბეჭდებით სულიწმინდით, მაგრამ მიდრეკილება სულისკენ რჩება იმიტომ რომ ადამიანში დამასხდეს თამოყვარეობა და ამბარდამლება. ამას უნდა დრო, სამპატარა დრო კი არ უნდა. ამას უნდა ბრძოლა საკუთარ თამოყვარეობასთან, საკუთარ ეგოიზმთან, ამბარდამლებასთან, ლოცვით, ნახვით, აღსარება ზიარების საიდუმლოთი. და მამა რას ვინანებთ? აი რასაც დღეს არ გავითვალისწინებთ გარკვეული დროის შემდგომ, რას ვინანებთ? აი თუნდაც ჩვენი გარდაცვალებისას, ან რაღაცა ასაკში მაგალითად. აი ექნება ადამიანს სანანებელი. სანანებელი იქნება შეუნარებელი ცოდვები, არ არსებობს ცოდვა, ესე იგი ისეთი ცოდვა, რომ ღმერთისაყოლის გადასწორინდეს. ამიტომ სანამ ცოცხლები ვართ, უნდა გვასწორდეს, რომ პირველი ვინც სამოთხეში წავიდა ავასაკი. რატო? იმიტომ რომ შეცვლა საკუთარი